ახლა ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ტიპის მონაცემები გვჭირდება ტაქსონთა გადაშენების რისკის შესაფასებლად. ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არ გვაგვაჩნია ამოწურავი ინფორმაცია ტაქსონის, მისი პოპულაციის მდგომარეობის, მისი გავრცელების არეალის თუ იმ საფრთხების შესახებ, რომლებიც ტაქსონს ემუქრებოდა წარსულში, ამჟამად ემუქრება ან დაემუქრება მომავალში. და მონაცემთა უკმარისობამ ჩვენ არ უნდა მოგცეს საფუძველი იმისა, რომ მაშინვე უარი ვთქვათ IUCN-ის წითელი ნუსხის კატეგორიებისა და კრიტერიუმების მეთოდის გამოყენებაზე. ჩვენ ვახსენეთ, რომ საფრთხის კატეგორიები, როგორიცაა კრიტიკულ საფრთხეში მყოფთა, საფრთხეში მყოფთა და მოწყვლადთა კატეგორიები, მოითხოვს გარკვეული რაოდენობრივი ღრუბლების დაკმაყოფილებას, ანუ რაოდენობრივი ინფორმაციის არსებობას. მაგრამ თუ ჩვენი ინფორმაცია არც თუმცა საკმარისია ამ რაოდენობრივი ღრუბლების გასათვალისწინებლად, ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გავექცეთ იმ კატეგორიის გამოყენებას, რომელსაც ეწოდება მონაცემთა უკმარისობა, თუ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. ამ პროცესს ჩვენ გვიადვილებს ამავე მეთოდის ის ნაწილი, სადაც განსაზღვრულია ინფორმაციის სიზუსტის ხარისხი და ჩვენ სიზუსტის ხარისხის სხვადასხვა საფეხურს ვიხილავთ მომდევნო სლაიდზე. აქ ხედავთ ლინგვისტურ ტერმინოლოგიას, რომლის შესაბამისი ქართული ტერმინები ჯერჯერობით სავსებით მყარად დადგენილი არ არის. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ამ სიტყვების ქართული თარგმანიდან გამომდინარე შეგვიძლია მეტნაკლებად თავისუფლად უწოდოთ მათ ქართული სახელები და როდესაც შემდეგ მოხდება მყარი ტერმინოლოგიის დადგენა, ვისარგებლებთ ამ დადგენილი ტერმინებით. ყველაზე უფრო მაღალი სიზუსტით ხასიათდება ის მონაცემები, რომლებიც უშუალო დაკვირვების შედეგადაა მიღებული, observed, როგორც ვიცით, ნიშნავს observe ნიშნავს დაკვირვებას, observed არის ის ინფორმაცია, რომელიც მიღებულია უშუალო დაკვირვების შედეგად. Estimated არის ინფორმაცია, რომელიც მიღებულია გარკვეული გათვლის შედეგად. Projected არის პროგნოზირების შედეგად მიღებული ინფორმაცია. Inferred არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გარკვეული მონაცემებიდან აზრის გამოტანის შედეგად და ბოლოს ყველაზე უფრო დაბალი სიზუსტით ხასიათდება მონაცემები, რომლებიც ეჭვის შეტანის შედეგადაა მიღებული. ახლა თითოეული საფეხური ცოტა უფრო დაწვრილებით გამოვიდოთ. ანუ დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია, როგორც ვთქვით, ყველაზე უფრო ზუსტია და მას ჩვენ ვიღებთ მოცემული ტაქსონის პოპულაციის ყველა ცნობილ ინდივიდზე დაკვირვებით. მომდევნო უფრო დაბალი საფეხური მონაცემთა სიზუსტისა, ეს არის გარკვეული შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რაც ითვალისწინებს მათემატიკურ გაანგარიშებას, გარკვეულ დაშვებებს, ინტერპოლაციებს წარსულში. პროგნოზირების შედეგად მიღებული ინფორმაცია შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაციის მსგავსია, ანუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მათემატიკურ გაანგარიშებასთან, გარკვეულ დაშვებებთან, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება ექსტრაპოლაცია მომავალში. უფრო დაბალი ხარისხი არის ხარისხით ხასიათდება ის ინფორმაცია, რომელიც მიღებულია არსებული მონაცემებიდან აზრის გამოტანის შედეგად. აქ ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ მსჯელობა ამა თუ იმ ცვლადის შესახებ მოხდეს იმავე კატეგორიის ცვლადიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ არაპირდაპირ დასკვნას ვაკეთებთ ერთი ცვლადის შესახებ მეორე ცვლადის მიხედვით. ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება დასკვნა პოპულაციის რიცხოვნობის შემცირების შესახებ იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩვენ გვაქვს მოცემული ტაქსონის ინდივიდთა მოპოვების თაობაზე. მაგალითად, თუ ეს მცენარეა, თუ ეს სამკურნალო მცენარეა და იგი მოიპოვება ველურ ბუნებაში და ჩვენ ვიცით რა რაოდენობით ხდება ამ მცენარის მოპოვება, ამის საფუძველზე ჩვენ შეიძლება აზრი გამოვიტანოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ამ ტაქსონის პოპულაციის რიცხოვნობის შემცირება. ყველაზე უფრო დაბალი ხარისხი ინფორმაციისა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ამ ინფორმაციას ჩვენ ვიღებთ გარკვეული ეჭვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ არაპირდაპირ დასკვნას ერთი ცვლადიდან მეორე ცვლადის შესახებ, თუმცა აქ უკვე გვაქვს უფლება, რომ
სხვადასხვა კატეგორიის ერთეულები გამოვიყენოთ. მაგალითად, დასკვნა პოპულაციის რიცხოვნობის გარკვეული პროცენტის შემცირების შესახებ გავაკეთოთ იმის მიხედვით, თუ რა პროცენტით ხდება ამ ტაქსონის ჰაბიტატის ფართობის შემცირება. აი ასეთია მონაცემთა სიზუსტის სხვადასხვა საფეხური და ეს როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ არ ვთქვათ უარი სახეობის თუ სხვა შიდა სახეობრივი ტაქსონის გადაშენების რისკის შეფასებაზე, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია არასაკმარისად გამოიყურება. თითოეული ეს საფეხური მითითებულია შეფასების პროცედურის თითოეულ ეტაპზე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყოველ ეტაპზე განსაზღვრულია თუ მონაცემთა სიზუსტის რომელი საფეხურის გამოყენების უფლება გვაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ახლა განვიხილოთ, როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც მონაცემები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს არაზუსტი და არ გვაძლევდეს განსაზღვრული კატეგორიის არჩევის შესაძლებლობას. თუ არსებული მონაცემები ერთსა და იმავე დროს რამდენიმე კატეგორიას შეესაბამება და ჩვენ არჩევას ამ კატეგორიებს შორის ვერ ვაკეთებთ მონაცემთა უზუსტობის გამო, გვაქვს უფლება შევარჩიოთ კატეგორიათა გარკვეული დიაპაზონი და სიტუაცია აღწეროთ შეფასების დასაბუთებაში. მეორე შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ერთ-ერთ კატეგორიას ამ დიაპაზონიდან და თანაც შერჩევისას ვარ ფრთხილები, რაც იმას გულისხმობს, რომ ვირჩევთ გადაშენების უფრო მაღალი რისკის შემცველ კატეგორიას. ეს მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სჯობს სახეობა, ასე ვთქვათ, ზედმეტად ფრთხილად შევაფასოთ და მივანიჭოთ მას გადაშენების მაღალი რისკის შემცველი კატეგორია, ვიდრე მას ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ და შესაბამისად უფრო, ასე ვთქვათ, შემდგომში არასაკმარისი ღონისძიებები გავატაროთ ამ სახეობის კონსერვაციისათვის. და ბოლოს, თუ მონაცემები იმდენად არაზუსტია, რომ ჩვენ ვერც კატეგორიათა დიაპაზონის შერჩევას ვახერხებთ, ვერც რომელიმე კონკრეტული კატეგორიისა, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე მიმართავთ კატეგორიას, რომელსაც მონაცემთა უკმარისობას ვუწოდებთ და ჩვენ როდესაც ამ კატეგორიას ვიხილავდით, ვნახეთ, რომ ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ამ კატეგორიას ვიყენებთ, არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც მონაცემები იმდენად არაზუსტია, რომ უფრო გარკვეული კატეგორიის გამოყენება შეუძლებელი ხდება. აი, ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა მონაცემთა სიზუსტის ხარისხის შესახებ და შემდგომ საუბრებში ჩვენ უკვე უშუალოდ ტაქსონთა გადაშენების რისკის შეფასების პროცედურის განხილვას შევუდგებით.